გვაქვს გასაწვენის სამუშაოები ეს რაც იყო ჯობია და ახლა აქედან აი რა ხდება უბრალოდ ახლა ეს უნდა გავწმინდო ამას როდის გავწმინდა ახლა აკო ეძებ ფუნჩს რომ რა მიდი კაცო ოღონდ გავუკეთოთ და გაგვასახლებენ შიგნით შევყავთ არა გარედან რო გავწმინდო თავბრდავე ხო ანუ ჩაკუზული რო ხარ და რო ადგილი თავბრდაგეხვა ესე იგი უკვე ვსიო ასაკი ახლა ყველაფერი აზელილი იქნება ერთმანეთში ხო ეს შორიდან რო გადავიღო საკუთარ ავტომობილზე არ გავიკეთებია ესეთი რაღაცა, აი. რას არ გააკეთებ. შიგნით ნახირეები ასხია. გეუბნები აი წყალი ავიღოთ ჩავასხათ ერთი ვედრა შიგნით. საბოლოოდ დავმარხოთ აქ ეს მანქანა. დავედით აწყობაზე. საფენი დავდოთ. როგორი საფენი? შუა საფენი. სახალი პისივი ვალვით რა ქვია. კარტერის აირების ვენტილირების ეგერია ბიჭო. ეგერი? ხო. evaporate gas pressure trucks არა? წერა რატო დამაბანძეთ ეგ არ არის. ესე იგი მეგობრებო, ფარსუნკები დავტოვეთ ჩოთასთან გასაწმენდად, სტენდზე დააყენებს ნახავს. რა შედეგი იქნება მაგის მიხედვით მე უკვე გეტყვით, გამოვიდა თუ არა გაწმენდა, ჭირდებოდა თუ არა გაწმენდა და ასე ვთქვათ, რას მივახციეთ მაგ ყველაფრით. პარალელურ რეჟიმში ახლა მე მივდივარ უკან, ბიჭები აგრძელებენ მუშაობას და ახლა მე უნდა შევიარო თეგეტაში, უნდა ვიყიდო ზეთის ფილტრი და ჰაერის ფილტრი, იმიტომ რომ ზეთიც უნდა შევცვალოთ მაგ მანქანაზე. თავის ზეთის ფილტრი როდინდელი არის, არ ვიცი, მე რო გავხსნით ერთად ყველანი ვნახავთ, როგორი ზეთი ჩამოვა, როგორი ზეთის ფილტრი იყინება, მაგას ყველაფერს გადავიღებთ. ახლა უბრალოდ შევისყიდი ზეთის ფილტრი, არ მქონდა, არც ჰაერის ფილტრი, მაგ ორ კომპონენტს დავამატებ და მივალ და გავაგრძელებ დანარჩენ რაღაცეებზე მუშაობას. მანამდე პარალელურ რეჟიმში წესით უკვე ინტეიკი ახდილი უნდა იყოს. და არ ვიცი, აბა რომ მივალ მეც მაინტერესებს ახლა რა ხდება და რა დაგხვდება. კაი, წავიდით. ეხლა დოსელის მხარე სამეტი, შუა საფენი. ოხსენით. გამხმარია ხო? მოიც გამოწმენდა საფეთით შემოუარა. ეგრეა, დაждდა. დიახ. აი, ნუ მოკლეს მიყენდება ბოლტები დაიჭირება, მეტი აქ შეაფერი არ ხდება. ახლა ესეც მე მინდა დავუჭერთ ახლა. ისინი გავყვეთ ახლა. შიგნიდან არის თუ გარედან ახლა. ეს თუ ეს არა ალბათ ესე იქნება. გარედან ხდება რა. შიგნიდან რო იყოს, ამას დაბლოკავს. ამიტომ არ გამოიქ. სწორია ნამდვილად. ძამახ ავაწყოთ რავი. ეს დაგჭე ხა. აბა მოიწ. ეგ სისტემა რაღაცა გაურკვეველი. ამ ეს რა? ეს სადღაც. ესაც სადღაც მიდისო.
სად მიდის არ ვიცი. წამოერთი ჩავხედე. ამ ჩავხედოთ. რასაც ქვია მუხლებზე ვაწყობთ, აი ამ. რასაც ხედავთ, იმას უყურებთ. ეგ აიქ იყო შეერთებული, ხო? აი. აი სადღაცა აი აქ. ხო, აი ეს ნაწილი. ვერ გავიგე, დავგუგლეთ და engine crankcase, wow, წერია და ამასთან და იმ კლაპანთან ერთად არის და ჯერ გადავდოთ, სანამ გავიგებ ზუსტად, მაგრამ მანამდე შეგვიძლია აი ეს ტემპერატურის სენსორები შევსწავლოთ და ალების სანთლები. რაკო, იცოდი ზუსტად. ის არის. ეგ ძალიან დიდია, ხო? შენ დაგჭირდა რომ სავარაუდოდ 16-იანი, ეს რატომ 21-იანი რაღაცა. ეს 16-იანი უნდა მოგონოს. და ეს ხება ეწხა დავუი. ეს ძალიან ამშვენებს. გამანგონი საერთოდ გაურკვეველ წარმოების ალების სანთლები უყენია, ხო? ხო? და ეხლა მოდი ჩვენ ავიღოთ. ალები აქ გამოწერილი. V-Power. V-სერია. ალების სანთლების სხვა შორის ბევრი მოთქმა არსებობს, რომელიც უნდა დავაყენო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მანქანაზე შეიძლება რამოდენიმე მიდიოდეს. შეიძლება არა ძირითადად ეგრეა, რამოდენიმე მიდის და სერიების მიხედვით არის. რომელიც დავაყენოთ წარმოდგენა არ მაქვს, ჩვენ ვაყენებთ ის, რასაც ქარხანა მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას. ეს ეგ არის თუ არა, არ ვიცი, თავს ვერ დავდებთ, ამიტომ უბრალოდ ამას ვაყენებთ. რაც მოიხსნა არის Bosch-ის და გამოიყურება ესე. ამას წვეტი ალბათ არც ქონდა არასდროს. არა. ესაც Bosch-ია? ხო. დიაპენია, ხო? ესე გამოიყურება კიდე, ახალი. ფოკუსი, ვერ ფოკუსი, მაგრამ ერთი დიდი ელექტროდია, ის არ არის. ირიდიუმებს რო აქვს. წვეტი. აი, ხელა. ხო, აქ ვაყენებს ახლა ახალს უკვე. და დაჭერის ძალას რაც შეეხება, როგორც მივხვდით. მომიაგოს ფასეჩუს 4 წელი. აჰა, დაუჭირე და რო დაუჭერ, როცა იგრძნობ, რომ უკვე მოედო, უნდა გადაუჭირო დაახლოებით აი ესე რა, ზედახატია. აი ესე. ესე უნდა შვრაოდა, რა სნიშნავს ეს? რომ 1/9-დან 2/3-მდე კიდე გადაუჭერიო? მოწერეს რაღაც მან რამდენი არის 270 გრადუსთან დაუჭირა. ხო, 90-დან 270-მდე მე ეგრე აღვიქვი, მაგრამ ნუ მოკლედ არ უნდა ჩააძაღლო. იმიტომ რომ ალუმინი შეეჭირება. ეს ალუმინია საერთოდ. მაგრამ ზოგადად ძირთად ალუმინი შეეჭირება ხოლმე და ძლიერად დაჭერა არ ჭირდება ხოლმე. რეზინა დარჩა ზედა. ой, უნდა ამოაძრო. ხელთ ვერა, ჯობია ეს მთლიანად ამოიღო. სუჩია. და მე ძალიან არ ჩაარტო. ლაიფჰაკი. იქში რეზინი რო დევს ის რჩება ხოლმე. ზოგჯერ. ანუ ამ რეზინის მე მაგი გარეში გადაუჭიროთ. მომე კიდე. კიდე? ორი ჩავსვი. კი. უჭერს. და მე ვემზადები ახლა სტარტაზე ვარ, ეს უნდა დავწყო აქ. აი იქ. ეს გადაჭერა უკვე ბოლომდე. რომ გამაგდება ფუნქციური. ხო, ხელში იგრძნობა რა, რომ გამაგრდება უკვე ეს. ეს უნდა მიიწყლიტოს სადები.
მოვედი და რა ვიცი, დაუტირეს ნახევარ მანქანას, რა ხდება, არ ვიცი. აი გოხანა არ ვიცი ბიჭო, რამდენი კითხვა გქეხა? მოიცა ეს ფილტრი მოვიტანე ზეთის და იმის ჰაერის. აბა რა გინდათ? აი ეს რკინა. აყენია. ჩვენთან? ანუ აი ეს აბა ჯიგარო რა ვიცი აბა რაც მომიტანე იმასა ვაყენებდი მაგრამ არა მიდის ზოგი დავაყენოთ ეს. დავაყენოთ მე რა და აი ესა კიდე შეგიძლია სხვა დანიშნულება უპოვო იმიტომ რომ არ ვიცი. ბიჭო, იდეაში მე სიმართლე თუ გაინტერესებთ, გამოვიწერე მარტო ის PVC ვალ, PVC თუ PVC ვალი უკანა მხარე და მოყვა ეს ორი რაღაცა და ოკეი, არ მიდის, არ მიდის. არ ვაყენებ. ცოტათი გაუგებრობა ქონდა. ცოტა ავიწერეთ რა, EGR-ზე, კლაპნის, კარტელის გაზები. წერა რო თქვი რატო და რა, მოუხმებდი ცოტა მე ის EGR-ი მოხსენით მართლა, მაგრამ შეცდომა დაუშვით თუ ის ვიდეოში ჩაჭხდა ახალსნა განმარტება, რომ EGR-ი არის კარტელის გაზების ვენტილაცია, რეცირკულაცია. დიახ, დიახ. და PVC ეს რა ნაწილია? PVC სხვა. ბიჭო, ეგ არის ჰაერის კონტროლებელი ჰაერი, როგორ შეუშვეს და გამოუშვას პლასმასის კლაპანი აქვს შიგნით და მაგას უშვებს შიგნით გარეთ. ეგრე არის რა. საჭმელი არა გვაქვს. შემდეგი ეტაპი გვაქვს ახლა სანამ სხვა დეტალები, ანუ ხო ალების ანთლები ხო ჩავაყენეთ, მანდ ხო გავჩერდით. და ახლა გადავედით სანამ დეტონაციის სენსორების ბოლტებზე არის გიორგი წასული. მანამდე მოდი მოვაგვაროთ ამის ეს არის ჰიდრაულიკის საჭის მილაკები, რა ვიცი რა ყველაფრიდან საიდანღაც გაზდის მოკლედ და რაც მილები გვაქვს სამცალი ყველაფერი დავცვალოთ. და ახლა თან ვეძებთ რაც მილები გვაქვს იმის შესაბამისი რა მილიც ხდება, ყველაფერს ვაძრობთ. პირველი არის ეს. მაგას პლაცკი პლუცკი დიდია. ეგ შეგვიძლია ჩავჭრათ კიდეც. რა? ეგ მილი. ეგ ბოლომდე ჩაიხსნას. ხო, ამასობაში შოთას გვაქვს სიახლე ის რომ 4 ცალი ინჟექტორი გაცოცხლდა დრეთიდან და ეხლა დანარჩენ 4-ზე ვლოცულობთ რომ ისინიც გამოდგეს. ამასობაში რაღაც ნახცნობი ხმარი და მე მგონი მარგეც მოვიდა. მაგრამ ეხლა ისე უნდა გავუშვათ რამე დავავალოთ რა? მარგეს. ვარგაინოთ. საჭის ტრიალი ყველასება და შემოალზე გავა. აუ ამანათია გამოსატანი. ტრატ. ყემალზე და იმაზე 900 იქით რაღაცაზე რო უშვებდნენ ხოლმე. მარიოზე ადრე ექსკლუზიური იყო. ბიჭო, ეს მთელი შეკითხვა შემოვიტანო გარეთ ხო გიგინიეთ. რა? მთელი შეკითხვა შემოვიტანო. ეგდოს რა ჩვენამდის. რა უნდა ვერი შვენი. ეს ჩავ. ყველაფერი ნახს ბოლტები, შმოლტები არა. ჩავჭრაო, საჭირდა ეგა. ჩაჭერი მიდი. სამშობლო მაღაზიაში. ჭერი მაკრატელი. აა, შენი სიტყვა გადავჭერი. ისინი მოგიტანეთ. ოლალა. კაი, ჩავჭერათ რა მიდი და. აი ეს ჩავხსენით ახლა პირველი და პირველი ჰიდრაულიკის რაღაცა მილი რომელიც უნდა დავაყენოთ. მეორე მესამე და ესე ნელ-ნელა გავყვებით. მარგე დავსაჯეთ და როგორც ის აცდენდა და ჩაუშვით ქვემოთ. არა, ვითომ ეგრე? ეგ უჭერე ხა. ვითომ? რა თქმა უნდა. ანუ შენ ძახი იქით უნდა მივწიო? ხო. ეს ნახე იმაზე. ესე ბიჭო? ოუ. უმენად ბოლტი ჩემ მხარეს იყურება? იქეთ, მარგეს ხალეს. მაშინ სწორი აკეთებდი. მუაჰაჰა. მარგი ყოყოლა გახსენე. ოკეი. დაძავა. ცოტა აქეთ და მოიხსნა. რა გითხარი შენსკენ და ჩემკენ მეთქი და ეგ არის. რაღაცა ხსნის, რა ხსნის? არ ვიცი. მენას მოვიდა. რა ტექნოლოგია.
მეტა გასაწერალებს. მოუ ჩამოვდა ნახო. რა გითხრა მეტი? მე დავიყავი უკვე. აი ეს არის დავარქა. ეს ახალი საიდან მოყვა? მოყვა იმას? მე კაბო მიდიერთი იქიდან დაგვაპადიშკე. აი მას უნდა გაშვების სული. ეს მოყვა იმას? ხო ეს არის ხო ეს არის მილი რავი აი მე ქვემოთ არის რავი უნდა გაკაჩოთ მე სადღაც ეს არის ნამდვილად იმიტომ რომ ზემოთ ხო და სავარაუდოდ ჩამოუშვა ზემოდან ხო მე უნდა ამოუშვა. როგორ მოგიხერხდებათ არ ვიცი რა ვიცი. შემიძლია ჩამოუშვა ჭყაპაჭყუპები გასდეს რა გარი ესა? რა ეს ეგ არის მეორე ხო გახმან ზევით რაღაც ვიკო. ბიჭო ცოტა ადამიანურად მითხარი ეს ეგ არის და ეს მეორე ერთი რაღაც ჩავხსენი და ვამოძრავე და დაბლა რო არის აგრესიული ეგ არის? ისა ნახე, აბა მან თუ მოძრავ. რაღაცა მოძრავს, მას კამერას გავთიშავთ, მაგრამ ვერ ხედავ. ეს ახალი Вообще драм დიდი პლოსკო გვაქვს. არ ემთხვევა და დიდი პლოსკო რომ ხელა. დიდი აი ეს მოჭიდა. ძალის ხამებით. ნიკალე იქ დევს პლოსკო, სადაც ხელთათვალების პარკი იყო. მან ეგრე ისე გაჭედა, ისე რომ მოგვა. რა პლოსკო იქით არის. საი, გადაიტანეთ სადმე? ცოტა გვაბრაზებდა. თქვათ ისე არ დგება როგორც უნდა იყოს. ბიჭო, ეს უნდა ჩაუნო ეგრე და აქეთ წამოიღო, ხო? შიგნით უნდა ჩაუნო რა. ესა? როგორ? მე გავაფუჭებ კაცს ამას და გავასხავს. ეს რამით არ გამოვა. კაი, წამო დისკი გვაქვს, დისკში შეგვიძლია გადავღუნოთ, მაგრამ როგორ მოვაღუნო მე იქნას კაი. მეტი კუთხე გინდა? ბიჭო, აი ეს არის ეს დაბლა შეწევი რომ ამის პირზე გასწორდეს, მიხვდი? და იმას დაბლა ვერ აღწეროს, ვინდო კუთხე უშლის. ხო, მეტი ვერ იმაშენება. ვერ დავაყენეთ ისე რა. ბიჭო, ის კროშტეინი ხო არ გვიშლის ზევით თუ ეს მეტი აქეთ წამოვიდა, ხა ეგა. აჰა, ის კროშტეინი პლასმასია მიმჯდარი. ვაფშე რა ავაცალოთ მართლა. მარგე გავაგდეთ რა, თარსი იყო ეგა რა. ეჭერება. ხა კარები ჩაიკეტა ხარის არ იღებს ეს მანქანა მაგას. ახლა რამდენი დაუჭირო არ ვიცი. აი, ხო. აბა ამაზე გადაამოწმე რა ключი მიდის. სადა? იქით? ჯო ალუმინია ხა ამასაც ძალიან ძლიერად არ უნდა რა. აი გადაამოწმე რა. რაცა დამივარდა. ანუ აბა ისე წავდა კი დამივარდა. ოქინოს რეალებთ. მე მოგინათო შენ ის აი ეს შენგი გადაამოწმე როგორ არ დაჭერილი. ესა? აი ესა. გადაამოწმე, კაია. რა. ხედავ. კაია ხო? კი, რავი. მომენტის დაჭერა არ მინდა, ეს მოხსენი? აი, მაღლა წავედით ჩვენ, ეგ მოხსენი. ო, რავი, საკმარისი. აი, ეს ჰიდრავლიკა ამითი მორჩა. აქ დაერთებულია. ეხლა წამოვიდეთ, შემდეგი არის უკვე ეს უნდა დავაფაროთ და ეს უნდა იყო. უნდა დავაყენოთ აქ. აი, მგონი კი. აქ უნდა დავაყენოთ ეხლა, რა ქვია ამას? ნოქ სენსორები. რა ქვია? უკვე აღარ ვაზრობ. დეტონაციის სენსორები, ხო? აქედან ეს სენსორები ესე ამოვა, ერთი აქედან, ერთი იქიდან. მე მგონი. მე მგონი. შემდეგი ეტაპი, ხა მოვიდა უკვე ამის აწყობა. აი გმანდრო, გორჯობია რომ შევსვათ, ალბათ ეგრე, ხო? იმიტომ ეს ფორმალი და ხო. ხა ეს უნდა წავიღოთ და მე მაინტერესებს ეს დეტონაციის დაჭრები რომ დავაყენეთ ესე მუში გამოვა თუ არა ვაფშე. ბიჭო, ცენტრში ხო არის ესენი. თუ ორივე ერთი მხრიდან ვერ ამოვიყვანდით.
არა შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ რანაირად კაცო ეს დააჯდება ზე. ხო. არა, ერთი მხრიდან რო ამოვიყვანოთ, მაგრამ მაშინ სიგრძე არ ყოფნის. ერთი მხრიდან მაშინ ზოგი გრძელი უნდა ყოფილიყო, ზოგი მოკლე. აქ 4-ივე ერთი სიგრძე. აი, მოდი დავაყენებ. აი, ხომად ჩავისუნთქე და დავაყენოთ. ეს დაიფარა. ეხა უკვე მზად არის, რომ აკვე ხა იმას ამაგრებს, ეს რაღაცა მოხსენით, ხელს გვიშლი და აქ მზად არის, რომ ესენი დაუჭიროთ უკვე ამას. ისეთი რაღაცეებით არის აქ. ამერე ამაზე არის დაჭერილი. ინსტრუმენტები დავაბრუნეთ თავის ადგილას, სადო ის. ესენ ჩავსვით და აი ამებით ხა დავუჭერთ. ესე ხა დროებით ძალიან არ დავუჭიროთ, უბრალოდ მოვარგოთ. აკუ ამასობაში მილაკებს, აერთებს რაღაცა რაც არის თავარი არის აქ ხო იცი არც ერთი ბოლტი არ უნდა ჩაგივარდეს განსაკუთრებით ბოლო ბოლტმა იცეგა რომ მოდუნდები რომ გონია რომ ბოლოში გახვედი და სენსორები გამოვიდა რა სადღაც დაერთდება ეს ყველაფერი ეხა მარგი წასულია მონიტორს ინჟექტორებს რომელიც აი ამ ნახვეტებში უნდა ჩაჯდეს და ეს რაღაცა იყენა კიდე სადღაცა იქ წინ აბა მე რა ვიცი კითხვა ეს რთულია ხო არა ბიჭო ეს მოხსენი აი ხო აქედან რაღაცა ეს როგორც გვინდა ზემოდან ქვემოდან ისე ესა აი ეს ალბათ ხო რაღაცა ხო ეს მე ის იმას რო დაუყენებ მე ხო რავი ეგ არის მოდი ახლა ეს ავაწყოთ ბაბინები ჩავსვათ ხო აგერაც სუჩებზე კი ნამდვილად ეგ შეგვიძლია გავაკეთოთ ამებს ჯერ ვერ ავაწყობთ სანამ ის არ მორჩება მაგრამ ბაბინებს შეგვიძლია გავაკეთოთ უკო თანმიმდევრობით მივდივართ მოიცადე აქ ხარი რაღაცა შლანგი კიდე კი ორი ცალი არის პაწუკაც არის ეს პაწუკაზე ვიძახი ეს უბრალოდ ეგდო არ ეგდო კაცო კი არაფერზე არ იყო დაერთებული რა ნუ თუ იყო მე არ მომიხსნია და ერთი შლანგი იყო კიდე ეს მე დიდი კიდეა კიდე აქეთ დიდი არა პატარა ხოლე პატარა იყო და ამას მოყავდა სად დავაგდე სადაც ხო დავაგდე აქ შეგიერთებია მე მგონი იმიტომ რომ არა ეს არის რა ეს შლანგია რაღაცა არ ვიცი სად მიდის ეგ შლანგი იყო სადღაცა იყო უა უხლებს აღარ ხსნი მეორე მხარეს გავუღუნე ფეხები აჰა შევენათვლეთ ახლა ეს შლანგი ხო ეგ ერთი შლანგი არის რაღაც გაუგებარი მაიცა ეს როწი მან არაფერი არ არის ამას ვერ ვიღებთ რომ რაღაცას რეიკაზე იყო კი ნამდვილად რეიკაზე არის უკუსვლის თუ რაც არის რა ეგ პატარა რავი ეგრე იყო რა ეგრეა რა უბრალოდ კიდე პატარა შლანგია არ ვიცი მე არ ჩამიხსნია გეფიცები იმასაც აქ რა აქ ვის აქ აქეთაც მხარეცაც იყო ჩახსნილი იქთაც იყო ჩახსნილი ეგ ძველიდან გადმოვიტანე რა ეგ პატარა შლანგი საერთოდ მე შეერთებული რა რომ მოხსენით აი ეგრე ეკეთა და გადმოვიტანე შესაბამისად მაგას რომ მოყვა თავის არაფერი არ მოყოლია ნანო ხო დავით ახლა ავაწყეთ ბაბინები შეიძლება რომ იფოროთ
ეხლა წავედი ფარსუნკები გაიწმინდა, ეგრეთ წოდებული ინჟექტორები, ეგრეთ წოდებული ფარსუნკები გაიწმინდა. როავე იდეალური გამოვიდა. ეხლა ავიღებ მაგ გაწმენდილ ინჟექტორ ფარსუნკებს, წამოვაგებ უკან და მერე დავიწყებთ უკვე აწყობას. ესე იგი პრობლემა ქონდა კადრებს ჩავსვათ აქ. თავები ქონდა დაჟანგებული და საწოლს ვერ იკავებდა და ასხავდა. ანუ მოკლედ გასაწმენდი იყო და დროულად მივასერვისეთ ეგ. შემდგომში კიდე თუ რამე პრობლემა შემექნა მაგ კვანტში, მე უკვე რა თქმა უნდა ახლა გამოვიწერ და აღარ დავიწყებ მაგაზე მაიმუნობას. ეხლა თავარია მანქანა ტექნიკურად ისე მოვამზადოთ, რომ გადაადგილება შეიძლებაოდეს. ეგ გამიზანი. კაი, წავედი. ავიღეთ ჩვენ ფეფენა ფარსუნკები, ეგრეთ წოდებული, უბრალოდ ინჟექტორები, ეგრეთ წოდებული ფარსუნკები. შოთა ვინც გავკეთა, ნიკოლაუს სასპაჯერო ვინც გააკეთა ძრავი. შოთას გავაკეთებინა და იდეალურად გაიწმინა, ხელის დადება არ უნდა. ასე რომ ამას ახლა მივაქვს, ჩავაყუდებ შიგნით და მერე შევცვლით საწოლის ტუმბოს და მერე დავქოქავთ. კაი, წავედი ახლა უკან. ჩავსვით ბაბინები, აკო უკვე ამაგრებს, მეც ახლა დავუჭერ. აქ ორი ბოლტი აქვს. ერთი აქეთ, ერთი აქეთ. მეორე ბოლტები აკლდა აი უკან პანჩია. და აი გვაქვს რაღაცეები. რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. რაღაცა ცოტა ომახიანად აღარ ვსაუბრობ. მინდა ეს მეუე. სახში მინდა. და მაგე დღეს თელდი მაინც თავის პიკიაში. ეს დადის სატრიალებს. თელი დღე. ოღონდ საქმეებს აკეთებ. ხო. პრადო ხო მაგისთვის არის. პრადო საქმიანი ხალხის მანქანა. ვაუ, ახლა ბოლტია ჩამოვარდეს იქ. არ მოვდუნდეთ. დავუჭიროთ ოფიციალურად. ეხლა შემდეგ გამოწვევა. ესა. ნუ ეს დაგდება ტრაჟი და ეს პროპელერ შაფტი. ეს შიგნით უნდა ჩადგეს ალბათ. ხას მოგონდეს შიგნით. ეს უნდა დადგეს. ეგრე უნდა დადგეს? და წამოიღებს შიგნით. თუ ისე. გარეთ გაიფას. აგედან თუ იქიდან? როგორი ეს? არა წერია, ინაუტი, მოიცავად, სამე ფრთაზე არა წერია. რომელია ინერ მხარე და აუთერ მხარე. სადმე რამე წარწერა. ბიჭო, ძრავი რა მართლებ ესე ხო ტრიალებს. ესე. ძრავი? ხარი შეიქმნა შემოიცანოს, ანუ. ხო, ესე უნდა ხარის ნაკადი აქეთ უნდა წამოდეს. ესე წამოიღებს ხარის ნაკადი აქეთ. ჰა? ხარის ნაკადი ჩემსკენ წამოა თუ ესე იტრიალებს საათის საწინააღმდეგოდ. ხო. ეს შიდა ეს აშკარად ძრავის ხარი არის ხო? რატო ეთქვა? აი ეს გამოშვერილია თქოს. ზედმეტი გამოშვერილია. აი ზარ დაბნელად ლაპარაკობ ჭამს. რა ვიცი მივაყენე და თუ უკუღმა დაუბერავს და წყალი გახურდა დიდი არაფერი. მე შევატრიალებ. ახლა არა. ეს უფრო ესთეტიურია. ესე რომ დაატრიალო, საიცავა ხაერი გავა გარეთ. კი. ესე რომ დაატრიალო, წამო შენკენ. არა, იქით გაიტანს. ანუ აი ხაერს როგორ ჭრეს. ანუ ეს ჭრეს, ჩემსკენ არ ჭრეს, ჩემსკენ რომ წამოვიდეს, ესე უნდა დატრიალდეს. ესე? ნო. ესე? დაატრიალდეს შენსკენ? იქით გაიტანს. ხო და ეგრე ტრიალებს? სულ ერთია, გინდა ეს დააყენე, გინდა ეს დაატყენე. ერთი ის არის. ანუ გინდა ეგრე დააყენე, გინდა ეგრე. მაშინ ეს როგორც ტრიალებს, უბრალოდ აქ ამცან არის, რომ ეს პაზები აქვს რაღაც. ხო, ანუ ეგ აღნაკეთ უნდა იყოს, ან იქით. ეგ არის ორი ოფენდია რაღაცა. ნუ და რავი. რაც მოგონა ესე არ არის. ხო და ორი ოფენდია, როგორ დაატრიალდება, პრინციპი სულ ერთია. ერთ და იგივე მხარეს გემიატრიალე, განამოატრიალე და დაბერვა ერთნაირად დაუბერავს.
ხა მან როგორ მოვიდო. ეგ ეჭირება აი ამაზე. აი აქ არის ეგ ბოლტია. და მაგ ბოლტზე თუ ეხლა ამას შენ ვერ დავაწყევდი ამას კლუჩს მოდებ და გადმოვუშვი რა. ხო და ჯერ ეგ უნდა დაუჭიროთ და მერე მაგას მიუდგებით? აუ შევხვდი. ანუ მერე პროპელერს შეიძლება ვეღარ მიუდგეთ. ჩნარტებთან დავაყენოთ. დავაწყო და ისე პირიქით აქ რეზბა შეიძლება. ხო. აბა აჰა. ხო, აბა ხა თუ დავაყენებთ მაგ პროპელერს. მაკრობელს ესე რომ დააყენო შეგიშლის ესა. ხო, არეთეო, მაშინ ეს დიფუზორი უნდა მოხსნათ. ანუ вообще ეს ისე. ან ეგ მოხსნათ და დავაყენოთ და ერთიანად ხადოთ დაყენება. მოხსნით ეს. სად არის ჩემი ვინტი? 19-იანი აქვს ყველას დიდი. არა, კაცო, ეს არის 62-იანი. 27-იანი. ეხლავე. არის აშკარ. პროპელერ შაფტი. დავაი. თუ უჭირე. საბუთქოს. რავი დაუჭირე. მიდი. ახლა ხოლმე ჭირება თუ არა, რა. просто მოხსნა რომ მოგვინდეს, მე როგორ უნდა მოხსნა. იგივე ის ჯობია მოხსნა. ვა, ვინაი მოსულან? ანუ, გაგვიყვანე ამ ტყვეობიდან, აღარ გვინდა. გამონებულიყავ ხარ? სულაც ავართ, ენა. ის დარბის კურიერია. ის არა აქ. აი, აქ არის უნაგავია. სადაც გინდა, აი, გახსენი. რომელი გინდა? ისა შაიბაა დიდი. ეს ნაგავია. დღეს უკვე მე-5-ით მიდის რაღაცაზე. ვაგზავნით მოდის, მაგრამ შაიბაა დიდი, კედელს მიეხუდა. კედელს მიიყუდე? მიეხუდა. ყველა? ო, დავაპატარაო დღეს? ხო. რა გეგმაში რაც ქონდა პრინციპში ბოლოში გავედით. გამოვიბი და ვათრე. წუნკალი ძაღლი? ხო. აუ რა, აი ნახე რა, აი ეს. ნახე რა. ოჰო, რასინა. თათაკუნა მოგწონს? არა ხო? მეც მაგას არ ვამბობ. რა მოეწონა? კაკაკია, შეხომა. ჯარცია თქო ხო ვიძახდი და არა ოშანც რო. გაიცე, ბიჭო, გაიცე. აი მე აკოძია მოდის, აკოძია. აჰა, აგე მოვიდა. ყველაფერი პირდაპირ ეფექცია. კაი, პაწუა ისინი გვინდა, ხო, შაიბები. ეს დღეს დაიქოქება აშვება თქვა. არა, ან დაიქოქება, სამლან ხარ დაიქოქება. თუ არა და ჩვენ გეგმა არის, დავყავოთ ყველაფერი და გავიქცეთ. ან დაიქოქება, მოსწრება. Mama, ბიჭო, ის არის? ვენტილატორის ბოლტები Ah, და. ველოსიპედი პირველად გამოვცადე სტრაპაცია. ვენტილატორის ბოლტები არ არის, არა. აგელა და მიყვა შაიბაა დიდი კედლის შეხედება. რა გავაკეთე? ეს არის მოიტანე? დიახ, ინჟექტორები არის. კლიპი. კლიბი. ესაც არის. პატარა იყოს. ცალკე არა გაქვს საშაიბე. კი, შაიბი. ხოიცა სალამ შენ კლიბი იქნებ კონდეს სალმე პაწუა შაიბები. აგე სკოჩებიო. აგე ნიპელები. შაიბები, აჰა, შაიბები, ბიჭო. აგე ამბობ უნდა დაიქოქო. ბიჭო პატარა მიტა. ხო, დღეს უნდა იქოქოს, ხო? აუ, თუ არ არის გადავალ, აი პატარა, რავი. ბიჭო პატარა თქო. არ არის მეტი პატარა. რა, მამაკუნა. წაიღეთ ეგ დედას იცი რა ტკბილია. არ მინდა. იმენა შაქარმა, იმენა ყურებიდან გადმომივიდა პავიდლო. მოგეწონა? კაია. ტკბილია. ძალიან. ზგუშონი იყო. მართლა. რა იყო იმენას გუშონი ვერ მივხვდი. ჩალო, რა ქენი ველოსიპედი? მეთქი მეცნობა, რაღაცა მეცნობა, აღარ მეცნობა. ჩავიდე მანამდე ფილტრებზე? საწვევის ფილტრებზე შევძრე? საწვევის ფილტრებზე.
აი ნიკა. საწვავის ფილტრი არ ვიცი სად ახლა არის. მოკლები. ო და სადაც შეძვერი, რავი, თუ იცი სად აყენია, მე არ ვიცი სად აყენია. ნიღაბი არის გაფასებული გიორგი ისვია. ხო, აი აქ. მოდი დაგიმატო. ბოლოს გავიწმინდები. კარგი არა, ამ საწვავის ფილტრს ვინც აყენებს, როიცოდეთ აქ მიმართულება ხალხო. მე დაწერია რომელი მიმართულებით უნდა დააყენოთ. უკუღმა მიმართულებით უნდა დააყენოთ, არ გაატარებს საწვავს. და ჩაბერვა არ შეიძლება. არ ჩაბეროს. არა, ბრო, ნიკა გეტყვი და ისინი მომაწოდე, ხო, რამდენიანები დამჭირდება არ ვიცი და იმით. რასაც მეტყვი ხო? მე 14, 15, 16, 17. აუ 21-მდე. არა, ეს გადაწყვეტა მე რომ წამეყვა აქედან 12 კილომეტრს. ხილად ოღონდ. აბა თავისი ჩავა თუ ჩავარდება. მოიცა ეს там იქნება შოუდებს. აი რა ხუჭა. ძალიან ხმაურია და ხალხმრავლობაა. ხუჭა არ ყოფილა იქ ხადა. მავინარე. ხერხავია ხუჭა. ქვემოთ ის არის ზეთიას ხია, არ ჩახვიდით. აქედან ისახნა, ჩავიდა? ჰო, ჩაიფსა მანქანა. პერიოდულად იფსავს ხოლმე. მანქანა ჩავს. აი გავხრივე. ხადა ნახე ველოსიპედი, ნახე რამდენიანი. რა ველოსიპედ გასაღებიანი კვადროციკლი. ნახე, აი ჯიგარი. ეს ანდრიასია. სოსია, ტოვებს გასაღებს. ანდრია ნიკოლაიდან გრამდა. ეხლა დავქოქო. ჩამოვიდე. ესაკა. აი გეხმ ჩავდა ჩერქა. აჰა, მოდი. მოდი, ჩავდა. მა. ნაკე უყურს რაიგებს. ჩართე. რა მა. აბა, ჩაისუნთე ღრმად. რატო? ჩაყვინთე. ჭერხებდები და სახში ისე მოდიხარ. ან არ მოდი. ჩვენ არ გაგვეცხავთ სახში. კაი, წავიდა ის. ან მოდი მივხედავთ ისე დაუბრუნდებით პროპელერ შაფტის გაყენებას. აბა? ახე. ტექნოლოგია უბრალოდ თანამედროვედ ვთქვათ. აბა ხო ისე მომნე? გვინდაო. მე გავაკეთებ თუ რა გვინდაო, უკვე კარზე. და გარჯობო თუ მე მოსწრაფება. ეხა თქვენი ხარით ეგ, ხა? მე კარზე წვიმის გამო გადავდეთ ხა. ბევე. ხარიანის ხუბამეს. ამდენამე თუ ქონა გასაკეთებელი არ მეგონა. აუ. ამდენი რამე თუ ქონდაო. აბანკანა ხორებაში მენო ეს. ეგეთი რაღაცები არც ერთ მანქანას ჩემ ისტორიაში არ გამკეთებია. არც აკოს არ გაუკეთებია. რებ გავუკეთე. აი ეს უსავსე იყო ნაწილებით. მე იმდუა ჩამოვედი რომ სორტინა. ყველაფერი გაუბედურებული აქვს. ყველაფერს ახალთან აყენებს და რა გქონდა. მაგას ვარ. რა? ეს რაღაც არისთვის არის. სუნემ მიყურს აი. 10-იანი. 10-იანი. 10-იანი არ არის. 10-იანი დიდი თუ 10-იანი პატარა? 10-იანი. პატარა ხრუტუნა თუ დიდი ხრუტუნა? პატარებზე ამითი ყველაფერი და 6-იანი ან 7-იანი ის ამჯერად გიდა. მე ჩავყარე. რა? აქედან 10-იანი, 6-იანი, 7-იანი. პატარა ტრიშოთ. მე მინდა მე. ხო, დამაგრძელებლის მომერო. მე მინდა მე. ხო, კაი. აკვაწყობს. ბიჭო, ერთადერთი რაღაც მეგობარი უკანა აქვს ვაკუუმისის და რაც უნდა უკანა ვაკუუმისის. კარგად რომ დაიჭიროს. ის 6-იანი 7-იანი? ეგეთივე? ხო, ეგეთი. პატარა. 6-იანი და 5-იანი უფრო. 7-იანი იქნება. აი 3 იმონა და ეგ. მომიგო. მე იხება. მიუღებსრია ბიჭო, ვენტილატორის მიმართულება ხო ერთია? კი. ყველაფერი კარგად იქნება. მოდი, თათაკუნა არ დაგშვაროთ ახლა. ვიდეოებში ნახე. ჩვენ მოდი. პირდაპირ აყენია და მარცხნია. სუფთა ხარ და თეთრი ხარ. გამოხვალ შავი. ბიჭო, ამას მე დაჭირა უნდა ესენი ეყო. არა, მეტი არ უნდა სად გაფრინდება. ჰაჰა, ის რადიატორი მოგლიჯოს. მიდი. დააჭირე. ჩაყავი. თავის გაფრინდეს. ამას ველოდებოდი ამ მანქანის ბათუმიდან გამოყვანიდან, რომ აი პროპელერი არისო და კვეთანაღდებოდა.
მე მომეცი. ნიკოლა ხელის ბიჭი არის დარბის მან ხადაშკო. არა ამას ეხლა აჰა შენ ბოთლი ცილა დარჩავდა ხო? სადა ხარ ოკენი აი აქ იზავს აი აქ. არ გეყოს აი ორი ფილტრი ოთხი. ეწყვილთან სავსე პატარა ეგ რა ვიცი რა საპირებს იქ ბანაობას აპირებს კაი მოძებნი კაი დაგიბრუნდებით ხალხო პრობლემა გვაქვს შენ არაფერი კაცო ვიდეოზე ვიძახი აი ქედება შლანგს ედება და უნდა შევატრიალოთ პროპელერი ამ ჩვენ იქ შევცვალეთ მიმართულება პროპელერის ფილტრზე არის ჩასული საწვავის ფილტრებს ცვლის ორი ფილტრია ხო? კი, ორია. ერთ მიმდევრობით? ხო. რაინიკია და ერთ-ერთი შეყავს ორი მას. ეხა მოვიდა ინჟექტორები და აკო აყენებს ინსტალაციას უწევს ესეთ გებავს. მარგე ქვემოდან არის კიდე იმებს ამაგრებს ბენზინის ინჟექტორს პირველად და ცხოვრებაში. ეს მე მხოლოდ ნანახი მაქვს შორიდან. ესე იყო? არ ვარ დარწმუნებული. მარგე. ინჟექტორს ვაყენებ ბიჭები. რაღაცა ცხოვრებას პირველად როიცოდე. ბიჭო შენია მანქანა და მაინც როი ნერვიულო. რა ნერვიულო, პროსტა რა იყოს. შენ ყველაფერზე ისე შეგვიძლია უბრალოდ პირველად ვაკეთებთ მაგრამ იმას უკანა არ ვიხევთ უკანა არა იყავი უფრო შვიდე გარემო იყავი მანდ და ესეც ბოლო ეს რა მოათრიება ბიჭო ეხა ეს გავჭირდა ეხო ძველი ანუ ის მიაყენე თუ არა ამაში ჯდება და ამიანად უნდა დააყენო ხო ნახევრად ხო არ მივაყენე მალე იქნება რა მოიტანა ყوارხან ფილც და შევდები ხო შიგნით თუ მოიტანა მანქანაზე დევს სადღაც დაკარგა წინ დავდე იმას შესასვლელთან ნელ-ნელა თავის ადგილი იპოვა ყველაფერმა იქ ორი მილი რო ამოდიოდა დიდ და პატარა ერთი ამ იმაზე ერთდება საწვავის მიწოდებაზე და მეორედ საწვავის მიწოდებაზე ერთდება და აქეთ ამ ხარესაც ერთი მილი გვაქვს დარჩენილი აი ამ ადგილას უნდა დავამაგრო რო ხედავ ვერაფერს და რო ხედავდე კიდე უფრო კარგად გააკეთებდი რა უნდა ქნა საწვავის ფიქრი არ გავჭრა არა ან ნახო ჩიგნით აწუნდა იყო საწვავის არა უნდა გაჭრა ზეთის საწვავის იმიტომ რომ წყალი თემაში აზე ვარ და რა უნდა გაიგო ბიჭო რა მოგავში ამგიენ წყალი გადმოვიდა არა უშავს კაი მოდი ახლა მე აქეთ დავამაგრებ გადავედით უკვე პრიზინკაზე ეს ის ჩავსვით ინჟექტორები მიწდა რაღაცა ეს ზომები კაბელების რო ყველაფერი წესიერად იყოს მე ვარ და მოვიდო ორ დასასვლელი რო არ გქონდეს ყველაფერი თავის ადგილზეა აქ ხო არ ქონდა სამაგრები სა როგორ ჯდება? ოკო. ჩა. ის გარეთან არის, ახლა ასე. ოკეი. თან ესაც იგივენაირად ეგრე შეგნით რომ შემოვწიოთ. რა? ამის ქვეშნა გამოვაძროთ. არა, არის შემოსულია. მოგრა არის, დადის თვითონ შეგნით მოძრაო, რა მინდა. ჩასვეს ყველაფერი რაღაცა ჩასვეს ერთი კი არა აქ ნახე. ყველაფერი ამონძრალია ნაწლავები არის გამომართენილი ერთი კი ერთი მომწოვა რაღაცები აკლია ეს შეერთებულია ეს თავი ეს შეერთებულია ორი ყველაფერი იქნება. თქვენ დროსები ხო? ამაზე. აი, ეს 100% 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 1
დროსები გამზად. ეგ ჯერ არ დაუყენო, მოიცა იმაზე უნდა დავაყენოთ ეგ. მაგას რეზინა აქვს. აი, ახალი ნაწილია. ხოდა ეს ერთი მოძუხამელია და ერთი ამისია, რა გინდა. მოძუხამეს ესე. ამის დაყენების დროც მოვიდა ვიდეო ამით დავიწყეთ ფილმი და აი მე ხამოს აა მიდის საქმე წინ იწყობა რაღაცა წვიმანები სტეკერები ის ზეთიანი ეხლა მე ჩავალ დაბლა ეს ზეთიანი უნდა ჩამოვიდეს დაბლა არის ზეთის სენსორის მერე რომელიც გას ანტენზე არ ეყინა არ დაწიოდა ორი ლეველ სენსორის რა და ჩავალ და ეს იმ ჩავმატ ზუსტად არის დავეცდა რისი გლუჩია მაგიცით? ეგ არის გლავნი ключი რისი რა ეს ჟიგულის რაღაცა არა მაგი მოყვა ოლგას ოლგას ბაზე ოლგის წინა სამკაზე ეჭირება მაგი ვაგე კოშე რო ცაპკის ის აწყე მოიპარეს ოლგამდე ნახე რა ფორანეთ ფილტრმა ჩავსვათ ეს აწყობილია რა დასურგულია კიდე ცდილობს ისეთი ის მოგაშოროს? გახსნას. ფილტრი დადგა, მაგრამ სამაგრები არ არის ეს ერჩება. ის არის მოსახსნელი ახლა ზეთის ფილტრი. ბენზინასოსია კიდე შედა ო ძალიან დაჭიმულია. მოაზროთ და რთულია მოსახსნება. რა არ დაჭირდა ამაზე ამბობ ო, ის არა გვაქვს რა ეგ თავაკი რა გინდა აქ დადგა ყველაფერი ის დასაჭერია ეს დასაჩეკია, ყველაფერი დაერთებულია თუ არა. აი ის ბიჭო რა, ორი შაიბა მოგჩა ნაწილებიდან და რა. ნულა ის მაგრამ რეიქინეს დავასხავ რა ის ორი დაგვრჩა ნაწილებიდან. ჰა? რისია? ო. იცი რისია? გავწმინე ნულა ისო გამეც პასუხი, ბო. რულა ის არის თქო ბიჭო რულა ის მე მოხსენი პეთიანი. ახლა სადასხავა გვედო უნდა გადაასხა ჩვენ გაწმოდი რა გინდა აქ არის ჭუჭიები ბოლტებს რო ასხა ბოლტები ჯერ ბოლტე ახლა აქ რა ხდება ჩოტკი მოიტანა და ეს იუველურად დაუდე ის თორე დაგვეცა. მე პიცარის თქვენ მოგეცით აქეთ პიცარი, იქით პიცარი. ფაილის ფილტრი დროებით გავამაგროთ. ღია რო არ იყოს. სანამ სამაგრები იქნება, შეიძლება არც იყოს. აი, ეს ორი ცალი ვერ წავიდა თვეში აი, ეხა შემდეგი დავალება კი არა, ის რამენაირად უნდა მოხსნათ რა. ფილტრი უნდა შევცვალოთ. სხვანაირად ზეთს ვერ შევცვლით. ფილტრი გვაქვს ფილტრს ვერ ავსვით ეს არის იმისი რა ნიმისი ვერა აკო ვერაფშოროშები იმისი სად არის? შენიერია მე რა გინდა სად არის იმისი? ვერა შენიანი არ მაგრამ ეს მინდა აქ თარ გამოიყოს ეს თავის შეჩებია ხო რა წინა არა, ჩემ მანქანის არის. რა უკიდე განოთ ეჭირება. აი, შემდეგი ეტაპი რა გვაქვს? იმას ვერ ხსნით, მოკლედ. მაგრამ ზეთი უნდა ჩამოვასხათ. 17-იანია აკო ბიჭო აკეთა ხარეცა კაი აქ ესე ზეთი უნდა ჩამოვასხათ. აი, აბა ზეთი. აბა ზეთი. მოიცა ჩამოვარე ხო შუქი მინდა ბიჭო ვარ ხედავ თავიდან ჩავწოთ. მაგრამ ეს თან შუქი და მოიცა ეს ათქვინა არაჩი იასამ მოიცა ეს მე უნახკნა იქ ალიღე კი. მაგრამ ის მეორე მზად არის ხო? რა არის მეორე? არ არის გიო არ არის, არ არის. ყველაზე დიდი როგორ დავაჩენიოთ მეორე სტრაფად ვიზა მიდი ხო. აბა, ვის მოხდება ზეთი პირველი? და ვიტანჯი აგე ნახე ამით როგორ უნდა იმუშავა მაშინ ხედავთ ყველაფერი გაშიდა გაწია რა ჩანს. ნახე მოიცა გიო ამას გადატანები ხო რა წყალი ის არა წყალი იდგა შიგნით და მანახე ახლოს ბიჭო ნახო, კამერაზე. შენ არა ჯიგარო, ამას ვეუბნე. ბენ ბაქში იყო წყალი შენა გესმის ბახში ქაში. იყო წყალი არა ბახში წყალი მაგი ერთია არა ბაში ბაქანები არ უნდა მამანახე. ეს ახლა აღარ გაგინა შევყო არ შეყვარა ფერი. ამას გადმო ახე ნახე მოეთყობა ფერზეც.
თავიდან არ იყო ესეთი ფერი. ბაი, რო დავაქოქეთო ამუშავე მერე დაეწყო. პრაგმატიკა ხوارა შესაძლებელი არის. ეს იტანს. ალო, კი, არ მგონია ეს. არ ამბობია აპარატოა მასე. წყალსა სხავდა შიგნით ცილინდრებში თქო, მართლა გეუბნები. შიგნით. აჰა, ნიკა, მიდი მოხსენი. ეგ დადგიმანდ. აი, ახლა უფრო ცქარა რო წავიდეს. ეს უნდა მოხსნა. აჰა. მოხსენი? ოხსენი. ოუ, თქიში თქეში თქონი. ეხლა ტალახის ფერი გაქვს, რა შავი იყო. ნახე. ხო, და თავიდან იყო შავი და მე დაეტირა. ცოტა. ო. რა გინდა სუფთა ქონდა? ცოტა როა კაია. რა. ესე იგი, ნიკონამ ახლა გაუშვა ზევით ახალი ზეთი, იმიტომ რომ ნახეთ რა ჩამოდის, აი, კარგად უნდა ინახოთ ესეთი სილამაზე. ნიკონ 540-ია, ხო ეგა? ეგრე მახსოვს. კი, ულტრა არის 540. მიდი. რა, ბა. ზაპლი არის. როგორ არის? ზაგერა გვაქვს. არა, აქაც არის, ეძაბი. მანდაც არის? ხო, მიემა. მომე დავუჭე. გოუჩი. მოიცა მოგცემ. ხა არ მინდა. დაბრების მეტი რა ყოფილა. კაი ძაბრი გავუჭე და მე. ეგრე ფიქრობ. ვა, ნახე. ოი, მენა მე. არა, ზეთისფერი მიცა. კი, კაია, გამოუშვა. შო, კაი, ეყო. ნახე. მოყვება ნადებად. მოყვება, მაგრამ ეგ მე დაამუშავებს რა. კაი, ნიკა. კაი, всё, ნიკა. რამდენი ლიტრი ჩაას? ბიჭო, მაგდანიზეთ მე რა 4-იანიც მიადექ იმან და მაინც. ამას 2-4-იანიც მეტი არა. ხო არ დაუჭიროთ ახლა ბოლტი. რატო? აღარ მეყოფა მე. ბიჭო, 4 ლიტრა გაკდა და 9 თუ დაგაკდა ახლა ჩორტიო. მაითა ბოლტი ხა დაუჭი რა პული. მაინც. დაუშვა ახალი. ნიკონამ და მომითხრა რა, ბრეიქ კლინერს მიგასხავა მე მაგიანად. აჰა. ნიკა გამაგარი წვილი. წავიდა ერთი, ახლა წავა მეორე. კი, აბა. არ გავუშვა, აბა რა მაგის წვილი. მიდი. ჩაყე. ამოყე. მე რას გეუბნება ახლა? იმასო ცოტა მეტი არის ნორმაზე, მაგრამ არ აუშავს. აბა ნაკლებ ჩავასხიდა. პატარა კარტელი. პატარა კარტელი აქვს? პატარა კარტელიანი მოდელი. ჩაყარე. თავარი არის. შემდეგი იმას სიტყვა. რა გქონდათ რომ გაუხსნელია? გაუხსნელია. იმას არ ქონდა Photoshop-ს. მოდი გაუხსნელია. ფაქტ, შენ არ იცი ეს სხვა მოგამე მე გეტყვი. ვიდეოს გაიგეთ. მე ჩაასხი დროზე. ვეჩქარება ხალხს ამ შიურები ვართ. ვა, რა მაგარი ფერია. დალევ. ხალხი ეს ედიშენია. HF. ეს არის? ეს უნდა. ამას უნდა რაღაცა multi HF. ბიჭო, ATF-3 არ არსებობს ამაზე. ATF-ი არ მიდის? სხვა სითხე უნდა? სიტყვებში ერთი აყოლია. ამას იგითია. ეს Toyota არ არის. ეგრე თქო. აჰა, კიდე გინდა? ხო. რა ვიცი, ბატონები ხო დავამატეთ. წავედით ახლა საწვავის ტუმბოს შესაცვლელად. ეს რა არის? ჰალდექსი. ისიც მუხტა, ესაც მუხტა. ცოტა ახალი მოსახსნელია ვიდეო უნდა ვნახოთ და ავიცი. რა? ბიჭო, ის დეზმასო ხო ბუდეში და რაღაც დაატრიალეთ რა ამოვიდეთ. ერთხელ ხო ამოვიღეთ. დეზმასო ამოვიდეთ? ბათუმში. ეხლა ამოვწიეთ? მაშ? თავის ბუდიანა? აბა რა, ფაქს ჩავიხედეთ. მართლა უნდა ვქნათ. ხო. ესე იგი, ახლა მიდის ახალი ბენზინასოსის მოთავსება ახალ ბუდეში. მე ზიმედი გვაქვს რომ მოთავსდება. აი, მოკლედ როგორც იქნა მოთავსეთ. თავის სათავსოში და ახლა არის ელექტროობა დასაერთებელი. ეგ არის ნამაიმუნარი რაც ეყენა მანამდე ნიკალოს რომ ანახე. აბა წავიდა სამუშაოები. მაიცა, როგორ უნდა ჩაждდეს მე რო ხდება. ბიჭო, რაღაცა კაპს აკეთებს რაღაც მომენტში. ხო. რაღაცა რო ჩაწია შიგნით გადაატრიალა და დაწკაპა და. საცოდაობაა მოკლედ ამისი აწყობა, მაგრამ რა ვქნათ, რისი საშუალებაც არის, ფეხებით, ხელებით, ყველაფრით იწყობა. თავარი გასწორ ვიცი არა მოფრინდეს და დანარჩენი ჩადეში როგორ წიცა.
აი კიდე ხანუტებია. ჩვენც ჩაგვახედე, მაყურებელი. აბა, ჩაგვახედე. როგორ ეგრეა და აი რაღაცა ჩაძვა. აჰა, ესაც ჩაჯდა. ანუ აკლდა და დავამატოთ რაცა რა. როგორ სრულდება ეს გაკეთება, ანუ ეს არის რომ მე გარაჟში კიდე შემომიშვან მე. ჰა? ავაი, დაცხე. რაიები დაგვავიწყდა, კაცმა არ იცის. რაღაცა წკაპი იყო და მორჩა. დენი აღარ არის? აქ ნახო რამე? არ იყო მე მგონია. სადა აქ ღილაკი აქვს სადღაც. დაბლოკ. აი. ხო. გამწვანდა. არ ყოფნის. ხო. აი პერემიჩკა გვიდა. აჰა, დენის. ო, რა დაკოკერა. იქეთ ხوار უნდა? იმეორეზე ხوار მივაბა. გამოვიყვანეთ, ხო, იქ ვერ მივწდა. კარგად არატრიალებდა ძრავს. ხო, მიდი. ბიჭო, პერემიჩკა, ანა ის რო ამოიღე შენ, ჩასვი. არ ვიცი, რაღაცეები ხდება. არ უნდა დაგქო, ტრატრიალება. აბა. ვაფშე რა ხდება, არატრიალებს, რატო? ესე? ეხა ვაფშე აღარ ატრიალებს. მოკლედ აი ის არის რა ქვია, ამ კაბელების ტესტი გვაქვს. ის არის რა ქვია. იქეთ გაწიე, ბიჭო, ტვილი მოეგდო. აი. ეს ბასტით ხო ეს? კარგი, მაშინ შემდეგი ეს იყოს. რაღაცა ჩეპე გვაქვს. უნდა გავალყო. მოკლედ, ჩეპეა ძმო, ნიზავოდიცია მაშინა. ანუ პირველში რა ვარდება ხმა აქ. პირველივე დიაგნოსტიკიდან ხო ამას ხმა აქვს. ნახეთ რომ საწოვის სისტემაში არ მოდიოდა საწოვი. შესაბამისად მივედით ბეზონასოს. ანუ წეღანდელი ტესტი რო ის რა ვქენ კაბელებს. სწორად იყო თუ არ იყო? არა, რომელი ჩონდა ესე კი ყველა შეიძლება კარგი იყო. ხო. პერემიჩკები თუ რა ვქია. ხო, არ ვიცი. არა, ნეატრიალებდა უფრო მალე იქოქება ხოლმე. თან აკომ ყველა ბოლტი დააძაღლა ზედ რაც კი იყო საერთოდ. აუ, ჩემი გაწმენდილი იმენა ბრეიქ კლინერები ვასხი ზედ. ეს უფრო ბიჭო, კარგად ქონდა და რანაირად ეს დავადე ზედ, ეს, ედო ზედ. ეს ედო. მაგას დაადე ზედ. რავი ხარახურა რაღაცა. ან კარდანი ედო წეღანი, კარდანი ქონდა დადებული ზედ რო არ დაგეჭირა ხელით. ეგ კარდანი ტყილა კი არაა ძმა. ეს კიდე მუფტა კიდე იქით ამხარეს. და კარდანი რო აქ ნიკალას თავში მორწმუნე. აი მოდი მაგი ხა წეღან მოვიჩავე, მე ვიცი. ნიუშჩიტოვიჩი. აი ეხლა მიდის გადაერთება. ანუ ვინმე ეს მოგივიდა თვითონ გადასაერთებელია. და თუ მაინც არ დაიქოქე, იცოდი თუ გადასაერთებელი არ იყო, ან იყო, ან არ იყო, ან კაცმა აღარ იცის, მე როგორ რა იყო, ან რა იყო, როგორ იყო და ვიცი ბრალია. ნიკა ხო? შეიძლება. Maybe yes, maybe no. აქვე, სანამ ბიჭები იმას აერთებენ იგერეით დავლა. ზევითის იმას რო ვაბრუნებთ ისე და მაგერგიჟივით რო ზევით ბენზინასოსზე. აქვე, ბარემ ვიკითხავთ, არ ვიცი, ვინც ამ მანქანების სპეცები და პროფესიონალები და გამოცდილი ხალხი და მწოდნეები და რაღაცა ხართ, გითხარით მუდმივად გაზდის ჩაქრობილზე ზეთი, აი აქეთ მარჯვენა მხრიდან ვერ გავიგეთ რა ადგილიდან, ან წვეთავს მუდმივად.
ანუ ზემოდან მოუყვება, ოღონდ წვეთავს მუდმივად, არ ჩერდება. წვეთ, ესე მოდის. ვინმე თუ რამე იცით, იქნება გვირჩიოთ რა არის. აი, აკოს ხელებით გაკეთებული არტი. იმედია ისე ვიდეოებს არ დავაერთებ და ეხლა მე რო გავარდო კითხვის ნიშნებში რო ვარ ამის ბრალია თუ იმის ბრალია. აკოს ხელებთან რა გიში? არა, 5 ზუმზე ხარ და არტი. ნიკა, მოიხედე? ენა პელიკანი ვიჭავ. ისანში რო ფეხებში კალოთკებს და გონდი რაღაცა. აბა ესეთ ხელოსნები გინახნიათ, გინახნიათ. სხვათა შორის ამ გარას ბევრი რამე ახსოვს. ჯეიქს აქ მომზადდა. მე ქართულ საფაფასურომ რო იყიდა და დაფაფასურობს და არ წვენს მანქანის სახელს. მაგის მე გამოგაგდო ამაშენმა აქია. ეხლა მე რამდენი ხანი აღარ ყოფილი ვარ, 3 წელი გავიდა. აღარ გკოთნის შემოსვლა. სხვათა შორის ყველასთვის აყურებდით ნიკონამ დაიარა, დააწყრიალა, დაასუფთავა, რა ვიცი, უმაღლეს დონეზე. ბიჭებმა უკვე ბენზინაში შეცდო თუ დაგჭირდათ ვინმეს სემსოტებზე მო ახლა ბიჭები მყავს. კაცეცხლებულები არიან, 5 წუთში შლიან აწყობენ. რანზე ხარ მაგლა ხელი ბაქში და ყველაფერს მოხედავ. რა ერვედეებში 1000 ცხენამდე გავიდეთ ამით. ჩაკრობილზე. ხო. ატლიოს უყაზებს. რა ხდება? თქვენი რო არიქო ხედა რო. ხო ის რეიკა. რეიკა. და რეიკა დამამწო. რა რეიკა? აი ახლა ვაერთებთ რომ უბრალოდ ნახოთ რა სიტყვა. ნიკალ გასაღებს მოგცემ პრადოს ასტოდან გადაფოქაო. აი, ეხლა უნდა დავფუქოთ და აქ ასხავდა ჰიდრავლიკის ნასოსთან სადღაც რაღაცა კაბელი. და ვნახოთ. აი დააქცე. ხა როგორ შევხედო. აი გააჩერე. ნორმალი კორპუსი მაგასა. აი ჩააქრე. კორპუსიდან არის ბიჭო გახეთქილი. ულავი? ო. ხო და რა შეეხება ზეთის წვეთას? აი ეს არის. აქედან მოდის, რა ვიცი, რაღაც იქიდან მოუყვება და არ ჩანს ესე კონკრეტულად საიდან. აი ესე გამოვიყვანეთ გარაჟიდან და აი დააყენოთ რა, ეზოში ახლოს. სანამ იმას გავაკეთებთ. ჯარტი დამატა ეზოს. მოკლედ მეგობრებო, მორჩა ეს დღევანდელი დღე. ერთი ბაგაჟნიკი ნაწილები შევცვალეთ და ისე ბოლავს. ისე გაზდის ყოლახვი და წყალი ზეთი. მაგარია და. მაგარია. მაგრამ უკეთესად მუშაობს. ხო, წინსვლარი უკეთესად მუშაობს. უკეთესად მუშაობს. ასე რომ დღევანდელი სერია აქ სრულდება. გაგრძელება ალბათ იქნება. გაგრძელება როგორ არ იქნება, იქნება. იქ რეებიც ასხავდა მიზეზები ვიპოვეთ და ის ზეთი ვერ ვიპოვეთ მართლა და. ხო, ზეთი იმის და შემოწირულობას გავხსნით, ფონდი უნდა გავხსნით. შეჭირებულთა ოჯახის საჭურისთვის ფულს ითხოვს თქო, მთელი ფული იქ არის ჩახარჯული. ხო, დაინახეთ ვიდეოში რა თანხები ისროლა. სახში აღარ დარჩა არაფერი. 1-2 თვე ხა უშუქოთ და უგაზოთ ვიქნებით და მე გავდაინებ. მე ზაფხული მოდის. კაი, აბა წავედით დროებით. ეს ხო დღევანდელი დღე. აბა ჰეთ.